პროექტებზე მუშაობს, რომელიც არის საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანი. რამდენიმე პროექტი მუშავდება თავისუფალი აზრის სახსისად ვიწოთ. ძირითადი მათ შორის არის ანალიტიკური პროექტი რეალური დისკები რეალურ საქართველოში. ნაწილი აქ დღეს მობრძანებული სტუმრებისა დაესწრო პირველ ნაწილს ამ პროექტის პროგრამის განხორციელება, როცა დაიწყო შარშან ნოემბერში. ეს გახლავთ ეკონომიკური დისკები საქართველოში და საფრთხეები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ახლავს თან. მეორე საკითხი გახლავთ ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ გეოფიზიკის ინსტიტუტთან ერთად იქნა განხილული საქართველოში სტიქიურ უბედურებათა და ტექნოგენურ კატასტროფათა პრევენციის საკითხები. ასევე საზოგადოება მეტნაკლებად გაცნობილია ამ პროექტს, შეიძლება ნახოთ ჩვენს საიტზე, თავისუფალი აზრის გვერდზე. და დღეს ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი აზრით და ალბათ ყველი აზრითაც ძალიან მნიშვნელოვანი თემა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს დემოგრაფიული ტენდენციების საკითხს შეეხება. ძირითადი მოხსენებელი გახლავთ ამ თემის ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტი, თქვენ ყველანი იცნობთ ბატონი ანზორ თოთაძე, ეკონომიკური მეცნიერება და დოქტორი დემოგრაფი, რომელიც ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ისედაც ჩვენს საზოგადოებასთან ამ თემაზე საუბრების გათვალისწინებით, უამრავი სტატია, უამრავი წიგნი, უამრავი გამოსვლა აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც. და დღევანდელი მისი საკითხი ასე ჩამოყალიბებული, როგორც ნაჩვენებია, საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები და მოსაუბრებელი დემოგრაფიული საფრთხეები. გარდა ძირითადი მოხსენებისა, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ რამდენიმე დოკუმენტზე, რომელიც ჩვენს ხელთ ამ წუთში არსებობს და ეს რა დოკუმენტებია. ძალიან საინტერესო ანალიზი ჩაატარა შარშან წლის ბოლოს 3 ორგანიზაციამ. პირველი ეს იყო გაერო, მეორე მსოფლიო ბანკი და მესამე ნუ გაიკვირდებათ ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სააგენტო, როგორც თვითონ ამერიკელი გულზახია. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი გახდა ბოლო ხანებში ძალიან ისეთი საჯარო ინფორმაციის გამცემი ორგანიზაცია. შეიძლება ეს კარგიც არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თავისთავად ყურადღებას იმსახურებს და გარკვეულ დაფიქრებასაც. ყოველ შემთხვევაში ის მასალები, რომელიც წარმოდგენილი აქვს ბატონ ანზორს და რომელიც ამ სამ ორგანიზაციას დეტალებში შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს რაღაც ნიუანსებში, მაგრამ ძირითადში ტენდენციები და ის სერიოზული საფრთხეები, რომელიც საქართველოს წინაშე დემოგრაფიის კუთხით დგას, სახეზეა. უფრო მეტიც ზოგ საკითხში ბატონი ანზორი უფრო წყნარ ინფორმაციას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ძალიან მძაფრია, ვიდრე ხსენებული სამი ორგანიზაცია. თავისუფლად ბატონი ანზორის მოხსენებით და მერე გადავიდეთ სხვა ინფორმაციაზე. ხო ბატონო. ბატონებო, მრავალჯერ მithქვავს და ზოგმა იცის მოусმენია ჩემი საკითხზე საუბრები, რომ ყველაზე დიდი სათქივარი, რაც ახლა ქართველ ერს აქვს, ეს არის დემოგრაფიული პრობლემები. უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემები. რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ აფხაზეთის დავებრუნოთ, ოსეთის დავებრუნოთ და სხვა, თუ კი ხალხი არ გვეყოლა და აქ სხვა ხალხი უფრო მეტი შემოვიდა, ვიდრე დღეს ქართველები არიან და სხვა, ამ შემთხვევაში არაფერს ფასი არ ექნება. ამიტომ არის რომ ჩვენი ყურადღება, ეროვნული ყურადღება, ასე თუ შეიძლება ასე ითქვას, უნდა მივაღოთ უპირველეს ყოვლისა დემოგრაფიულ პრობლემებს. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველო თავისი მოსახლეობით პირველად ჭარბობდა მეზობელ ქვეყნებს. უნდა გითხრათ, რომ ერთ პერიოდში და ეს იყო მე-12-მე-13 საუკუნეები, აი ამ პერიოდში საქართველო წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს, მახლობდა შეიძლება მსოფლიოშიც ითქვას, მაგრამ მახლობდა შუა აღმოსავლეთში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მე-12 საუკუნეში ამისი ცნობები არსებობს, არის ქართველმა ჟამთაღწერილმა კერძო ნემატიანებმა შემოგვინახეს, რომ თუ იმ ცნობის დაკნობით საქართველოში ცხოვრობდა 8 მილიონი ადამიანი. რა თქმა უნდა, ფართობი უფრო მეტი იყო 154,000 კვადრატული კილომეტრი, მაგრამ მოსახლეობა შეადგენდა 8,12,254 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად.
შემდეგ იცით რომ მონღოლებს ალბათ რასაც კითხულობთ და ვიცით ცნობები დასულია შეიძლება იმდენი არ კონდეს ამ თვალსაზრისით ზიანი მიყენებული საქართველოსათვის რაც ეს გააკეთა თქვა თემურლენგმა და შემდგომში აი ამ გამოდვებული თარეშის შედეგად უკვე 1970 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 771,000 კაცს შეადგენდა ეს ციფრი 770,000 კაცი აგეთებული გახდა არის დემოგრაფიული ნუსხა რომელიც ერეკლე მეფემ გააგზავნა რუსეთში რომ მათ აინტერესებდათ იცით თქვენ სხვადასხვა საქართველოს შესახებ მონაცემები მისი ბუნებრივი რესურსები მოსახლეობის და აი შედარებით ზუსტია იმიტომ რომ ის აგზავნის ქართკახეთისა და შემდეგ სხვა მოძიებული იქნა სხვა კუთხეებიც რამდენი უნდა ყოფილიყო და 771,000 1800 წელს უკვე ის კიდევ უფრო შემცირდა და მან 1800 წელს შეიძლება ითქვას 1800 წელს როდესაც საქართველოს შეუერთდა რუსეთს ვიყავით 675,000 კაცი ეს რა თქმა უნდა ძალიან ცოტა იყო და როგორც ვარაუდობენ აქედან მხოლოდ 500,000 იყო ქართველი მაგრამ ეს არ არის მთავარი ის არის რომ დაცული ცნობების მიხედვით რომელიც იმერეთში უფრო მეტად გვაქვს ცნობები დაცული და შემდეგ ერეკლე მეფის შვილები პატონიშვილები ვახტანგი და დავითს დაწერილი აქვს ახალი მოთხრობა და საქართველოს ქართლის ცხოვრებაც ერთ ისინია იქ ხაზგასმული აღნიშნული რომ გავრცელდა შავი ჭირი და მოსახლეობის ნახევარიო მოსახლეობა განახევდაო პირდაპირ ასე წერენ რაც შეეხება იმერეთს ცნობებია პირდაპირ რომ მართლაც განახევდა მოსახლეობა თუ მართლაც ასე განახევდა მოსახლეობა ეთქობა როგორც ჩანს უკვე 300,000-400,000 კაცის მეტი უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობდა ნიშანდობლივია, როდესაც შემოხდა შეერთება უკვე ერთ საუკუნეში 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა უკვე 2,109,000 და ესე იგი 5 ჯერ გაიზარდა ერთი საუკუნის განმავლობაში. თქვენთვის ცნობილია რატომ გაიზარდა, აღარ იყო როგორც ილია ამბობს შეცდა ჟღარუნი ხმის და სხვა მშვიდობიანი ცხოვრება წავიდა და ამ მშვიდობიანი ცხოვრების შედეგად მოსახლეობა ძალიან გაიზარდა. შემდეგ უკვე მოსახლეობა იზრდება სულ ეს ასე თქვა სულ ზრდის შემცირების ტენდენცია მას არ ახასიათებს, სულ იზრდებოდა და უკვე ერთ-ერთი ძალიან დიდი ასე თქვა მოსახლეობის ვავიღოთ მოსახლეობის რაოდენობა მის შემდეგ რაც ვიყავით აი თქვა ჩამოსული თქვა 700 და მე 2 მილიონი და ასე შემდეგ უკვე 1999 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5,401,000 აი ეს იყო შემდეგ ორი წელი კიდევ გაიზარდა და მის შემდეგ 92 წლიდან რომ დაიწყო კლება, დაიწყო საშინელი კლება. ერთ კლება იყო ბუნებრივი კლება იყო, როდესაც მეტი კარგი იცვლებოდა ზოგიერთ წლებში და იბადებოდა და რაც თავარია მიგრაციის შედეგად. მიგრაციის შედეგად მილიონზე მეტი კაცი გავიდა საქართველოდან. ეხლა როდესაც გავიდა მილიონზე მეტი კაცი საქართველოდან, ეს იმასაც ნიშნავს, რომ გავიდა ძირითადად ახალგაზრდები, ყველაზე ლამაზი, ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე ჯამთელი მოსახლეობა და ის მშობადი კონტინგენტი, ესე იგი 20-დან 45 წლამდე, დაახლოებით 50 წლამდე. ვისაც შეუძლია ბავშვები, ისე აქ დარჩნენ, ასე ვთქვათ, უფრო მოხუცები და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. როდესაც ეს წავიდა და განათლებული წავიდა, ეს უდიდესი დანაკარგია ქვეყნისათვის, თქვენ იცით რომ როდესაც კიდევ 1724 წელს ვახტანგ მე-6-ემ წაიყვანა 1200-იანი კაციანი ამალა, მაშინ მას შეცდომა ჩაუთვალეს, იმიტომ რომ ნაღები მოხდა საქართველოს და ესე წავიდა და მე იმას უნდა 10 წლები რომ აღდგეს. ისე როგორც ეხლა, ჯერო დავანგრიდას მე ზოგიერთი სპეციალისტები მათემატიკაში, ფიზიკაში და ყველა დარგში ვაღარ ხარს უკვე ამას რომ აღადგინო იმ ძველ დონეზე, როგორც იყო თქვა 90 წლამდე 10 წლები არის მე საჭირო, იმიტომ რომ იკარგებ და ხელახლა დაიწყო ყველაფერი. აი ესეთი ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო მოგახსენეთ და მე დაიწყო მოსახლეობის საოცარი სწრაფი კლება. ეხლა თუ შეიძლება ცხრილები უფრო მეტად მაინტერესებს რომ დაინახო და აი ეს ცხრილები ძალიან კარგად ჩანს და მე ალბათ უნდობესია რომ აი ეს ცხრილები გავანალიზოთ და თქვენც მიხედოთ და სხვა. უაღრესად შემცირდა შობადობა. რატო შემცირდა გასაგებია ხა შობადობა შემცირდა იმის გამო რომ ეკონომიკურები სხვადასხვა და მე გამომრჩა როდესაც საზღვარგარეთ წავიდა მილიონზე მეტი კაცი და როცა აქ რჩება მოხუცები და 16 წლამდე ბავშვები ბუნებრივია ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლებია დანაშაული.
როგორც ეს დანაშაული ხდება ძირითადად 20-დან რომელთა ეს მილიონი წავიდა ესე იგი აქრადგანაც დარჩა მოხუცები და ახალგაზრდები 18 წლის ქვემოთ სადაც ალბათობა დანაშაულის ძალიან ნაკლები არის მაშინ ჩვენ უნდა შემცირებული იყო პატიმრების რაოდენობა ბუნებრივია ესე იგი წავიდა ისე უნდა შემცირებული და შემცირების მაგივრად გაიზარდა და იცით რომ 100,000 კაცზე მიაღწია უკვე 539-მა პატიმარმა და ეს არის ევროპაში პირველი თუ ავიღებთ სინამდვილეში ის ვინც ჩადის დანაშაულს ევროპაში პირველი კი არა ვიქნები ჩვენ ევროპაში და მსოფლიოში პირველი და იმას საკუთრივ ჯგუფში საერთოდ ალბათ ორჯერ მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა ამ ქვეყნებად ჩვენს გარდა ასეთი მიგრაცია არაბის არ განუცდია ასე დიდი რაოდენობით და მოსახლეობაც არ შემცირებულა არსად პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ შევადგენთ უკვე 20%-ზე მეტი დაგვარგეთ მოსახლეობა ასე ძალიან არ შემცირებულა არც ერთ ქვეყანაში გინდებათ თუნდებათ მოლდოვეთის რო აიღოთ უკრაინა რუსეთი და სხვა და სხვა ეხლა მთავარი რაც არის დემოგრაფიაში ეს გახლავთ შობადობის მაჩვენებელი აი თქვენ ნახავთ ეხლა ჩემი თქვაც არ გინდათ 1950-დან 49 წელი მოდის ასე მოდის და იყო თითქმის 50 წელიწადში 10 წლიანები ისინი აღებული სულ-მთლიანად 10 წელიწადში დაიბადა 790 ისე 800,000 ბავშვი დაიბადა და დაიბადა იმ დროს როდესაც მოსახლეობა გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე თქვა 80-იან წლებში ეს შობადობის ზონა უფრო მაღალი იყო მაშინ 1000 კაცები ვად მეტი იბადებოდა მაგრამ აი დაბადება რამდენი არის 800,000 კაცია შემდეგ 850,000 შემდეგ 792,000 800,000 თითქმის 800,000 ესულდა უკვე აი აქედან 90 წელს იწყება კატაკლიზმები და სხვა 600-ზე და ეხლა ამჟამად ფაქტიურად არ განახევდა მაგრამ ფაქტიურად ნახევარი არის უკვე დაიბადა ბავშვი მოკვდაობა გაიზარდა 258,000-დან 458,000-მდე. თავარი არის მაინც მაჩვენებელი ბუნებრივი მატება ერისათვის. როგორ იმატებდა, ესე იგი, რამდენად მეტი იყო დაბადება მოკვდაობასთან შედარებით, რამდენად მეტი იყო. აი თუ ავიღებ ჩვენ ნახავთ რომ აი ბუნებრივი მატება შეადგენდა იმ წელიწადში 9 მილიონზე მეც, კიდევ 9 მილიონზე მეც, თითქმის 9 მილიონს ასე და უკვე მხოლოდ 10 ჯერ და მეტად შემცირდა ბუნებრივი მატება 53,000 უკვე 2000-2009 წელს ხოლო თუ ავიღებთ ზოგიერთ მონაცემს ზოგიერთ წელს ავიღებთ უკვე კლებაც იყო მეტი კლებოდა ვიდრე იბადებოდა ეხლა ისიც უნდა გითხრათ იმეთქვა რომ თვითონ ჩვენ წყარო სადაც ვიღებთ ამ ინფორმაციას ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მონაცემები აქ სხვა მონაცემები არ არის ოფიციალური მონაცემები რასაც აქვეყნებდა ეკონომიკის სამინისტრო და ამჟამად აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ეს არის ძალიან შენამაზებული ციფრები, მაამებლური ციფრებია. მაგ თქვენს აქ ნათქვამი რომ არსებობს სამი სახის სიცრუე, საძაგელი სიცრუე და სტატისტიკა. აი ამ შემთხვევაში სწორედ ეს სტატისტიკა არის ეს სიცრუე, მაგრამ ეხლა საერთოდ მტკიცდება ეს რომ ასეთი იმიტომ რომ იმად როცა გამოქვეყნდა ეს მონაცემები კიდევ გამოაქვეყნეს სხვა წიგნად გამოდის ეს სხვა მონაცემები და რადგან არასპეციალისტები არიან გამოაქვეყნეს სხვა მონაცემები და ამ მონაცემების საფუძველზე უკვე ნათლად ჩანს რომ ამდენი თქვა შობადობა ამდენი არ არის უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ 2008 წელს შობადობა გაიზარდა 7,000-ით და შეადგინა 59 იყო 1000 დაბადებული ისიც მომატებული იყო შეადგინა 56,000 2009 წელს შეადგინა კიდევ 7,000 გაიზარდა შეადგინა 63,000 არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში ერთ წელიწადში რომ ჩვენ ვართ ძალიან მცირე რიცხოვანი ერი ვართ და ერთ წელიწადში 7,000-ის გაზრდა შობადობის არ ხდება ასე უცბად რომ მოიმართოს არ ხდება 1,000 2,000 თანაც დაკლება ანისა მაგრამ უცბად 7,000 და თანაც რომ ეცლებშია ეს არის ომისა და კრიზისის წლები როდესაც თემსოფლიოში მცირდებოდა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც გელაპიზისმა გამოგითხა იქ იყო მიდამი ნათქვამი რომ კალების მიერ რომ კრიზისის გამო ჩვენ გადავავადეთ ბავშვების დაავადება ქორწინებას გადავავადეთ იმის გამო რომ ოჯახურ ბიუჯეტში ძალიან დიდი ნაწილი არის ბავშვთა დაბადებისა და აღზრდის და მოვლის ხარჯები ძალიან დიდი ამიტომ ხანდახან არის ხოლმე შეკითხვები ახლა იყო ტელევიზიაში გადმოცემოდა ვერ უპასუხეს სხვა აი იქ ხوارიო ძალიან მაღალიო ცხოვრების დონე რატოა ცხოვრების დონე იქ ბავშვთა შობადობა დაბალიო იმიტომ არის რომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მართალია თქვა $5,000 აქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში მაგრამ ბავშვის დაბადება იქაც უამრავი ხარჯები მიაქვს ბავშვის აღზრდას ანახევრებს იმას ოჯახის ბიუჯეტს ანახევრებს და კიდევ უფრო მეტად ისე როგორც ჩვენთან არის ახლა კაც რო აქვს ჩვენთან 500 600 700 ლარი ეს არის ძალიან დიდი მაგრამ დაიბადება თუ არა ბავშვი
იმის დაბადებას ამდენი უნდა მე პამპერსი, კვება, ეს და ოჯახი ფაქტიურად ვეღარ წევს ამდენ ხარჯებს. ასია ჩვენთან და ასია იქაც. ამიტომ არის რომ იქაც თავს იკავებენ, აი გამოკითხვის შედეგად იქაც სწორედ იმისათვის რომ ოჯახური ბიუჯეტის დიდი ხარჯები ეკავა, თავის შეიკავეს. ეხლა კიდევ გარდა ამისა, ერთ პატარა მაგალითს მოვიყვანთ კიდევ საერთოდ კანონზომიერება, რომ ყოველ 100 გოგონაზე უნდა დაიბადოს 104-106 ვაჟი. ეს მთელ მსოფლიოს იასია და გამონაკლისია საქართველოს. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში დაადგინეს ეს ფლორენციელმა მკვლევარმა ჯიონო ვილანი. რომ ასე იბადება. ეხლა ამათმა როცა უკვე გაიზარდა შობოდობას და მიაღწია შობოდობას 63-ს და სხვა, აი იმ წერს ზუსტად გამოვიდა რომ ათითქოს 127 ბავშვი იბადება, ვაჟი იბადება 100 გოგონაზე. ეს გამორიცხული არ არსებობს ასეთი რამე. მთელი რიგი მაგალითად ორჯერ მეტია მოკვდაობა ქალაქად თბილისში ვიდრე სოფლად. არ შეიძლება რომ თბილისში ორჯერ მაღალი იყოს მოკვდაობის დონე. აქ არის ყველაზე პროფესორი სხვა. მთელი რიგი და მე გარდა ამისა 2009 და 2010 წლის მონაცემები რეგიონების მიხედვით ამდენ დაიბადა რა, სულ ერთმანეთს ბატონო. ისე იგი ის ციფრები, უმრავლესი ციფრები ერთ და იგივე წერია სულ 2000 ხარ შეიძლება ხარ ყვარელში და ზესტაფონში და ქუთაისში ერთ და იგივე დაიბადოს მაშინაც შენ ისეც კი არ გავსოლებით ერთმანეთს მიცეცა სხვადასხვა. ესე იგი მიუხედავად ამისა რომ ასე დამახინჯეს და მამებური სტატისტიკა არის, მიუხედავად ამისა მაინც ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ოფიციალური მონაცემებიც კი იძლევა იმ საფუძველს თუ როგორ აი რაც არის ისე როგორ შემცირდა და განსაკუთრებით ბუნებრივი მატება როგორ შემცირდა. ეხლა აქ გახლავთ შემდეგი მეორე ცხრილი გახლავთ ბუნებრივი მატება რეგიონების მიხედვით საშინელი მდგომარეობა. ეხლა ჩვენთან ხო იყო ის 53000 სადაც აი 53000 სხვა ბუნებრივი მატება იქ 2009 და სხვა, მაგრამ გააჩნია ეს ბუნებრივი მატება როგორ არის, ვის არის და რა რეგიონებშია. ბუნებრივი მატება თუ გინდა იყოს 100,000 200,000 თუ კი ქართველმა არ მოიმატა, მე ძალიან შორს გავარი იმაზისაგან რომ საქართველოში არავინ არ უნდა იცხოვროს, მარტო ქართველები უნდა იყოს, გავყაროთ და სხვადასხვა ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და ის რაც სხვაერი ცხოვრობს სადასხვა ეს ჩვენი სიმდიდრეა, ცხოვრების წესში შემოვიდა ყოფაში და სხვა, მაგრამ არ შემიძლია გულარხენად უყურო იმას, როდესაც შენი ერი, ტიტულოვანი ერი, რომელსაც სახელწოდება მიცა ქვეყანას, ის აღარ იყოს და სხვა მოვიდეს, სხვა კულტურა და სხვა რელიგიური ახსნა და სხვა. აი 53-აშია სწორედ რომ ძირითადად ეს არის ის რეგიონები, სადაც ქართველი მოსახლეობა თითქმის არ ცხოვრობს. აი თქვენ დააკვირდით მარტო აი მაგალითად აი ესე საქართველოს 1980-99 წლები ბუნებრივი მატება იყო 433,000. ესე 433,000-ით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ახლა ნახეთ თქვენ ქვემო ქართლი. ქვემო ქართლში იყო 100,000. ესე იგი მეოთხედი იყო ქვემო ქართლზე მოდიოდა ბუნებრივი მატება. როცა ქვემო ქართლის მოსახლეობა მთელ მოსახლეობაში შეადგენს 10%-ს. და მეოთხედი ძნობდა აი 100,000 ნახეთ არც ერთი არ არის. ნუ ჩვენთან მარტო აჭარა არის ასე თუ ისე, მაინც ჯერ ყვებას კიდევ ქართველ ხარს მარტო აჭარა. აი 100,000. ახლა ნახეთ 2000-2009 წლები. იქაც 18,000 არის ქვემო ქართლზე, 34% უკვე 18,000. დარჩენილი სულ მინუსებია. ერთია რომ თბილისში მაინც როგორც ჩანს ეკონომიკები უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში. და ვინც ყოფილა რეგიონებში სხვა მიხვდება რომ ესე იგი ცხოვრების დონე შედარებით მაღალია თბილისში, ვიდრე ეს არის თქვა ან გურიაში, ან სხვადასხვა მაინც დედაქალაქია, მეტი მოძრაობა, მეტი სამუშაოა, მეტი ფული ეს და აი ასე რომ მივხვდეთ, მაინც აი ძირითადად არის თბილისის დავანებოთავი, სხვა იმას შეგერა ქვემო ქართლში ესე 18,000 სხვა. აი ასეთია, რაც შეიძლება ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი საქართველოში იყო ადრეს და ახალციხე არის იმერეთი. ყველაზე ხალხმრავალი, ყველაზე მეტი ცხოვრობს, ბევრად მეტი ცხოვრობს ვიდრე თქვა ქვემო ქართლში, სამეგრელოში და სხვა. ბევრად მეტი, არა თუ ცოტათ კი ბევრად მეტი. აი ამ იმერეთშიც კი აი -8292 კაცით მეტი გარდაიცვალა და დაიბადა. ეს არის ასე ვთქვათ მთელი ბუნებრივი მატება. აქ ჩვენ მხედველობაში არ გვაქვს რა თქმა უნდა მიგრაცია და სხვა, რომელიც შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს, მაგრამ მიგრაციის აღრიცხვა არ არის სწორად არ აღრიცხავენ ასე თქვა სწორად და ძალიან ძნელია ესე იგი ზუსტად ვიმჩნევთ მიგრაციული ნაკადების შესახებ უცხოეთში. შემდეგი ის თუ შეიძლება. ეხლა ერთ-ერთი თავი რაც არის რომ როდესაც ჩვენთან შობოდება ასე მცირდება და მცირდება უპირველეს ყოვლისა ქართულ ხალხში ბუნებრივია იზრდება სხვა ხალხი. აქ არაფერი შემაშფოთებელი არ არის რომ ის არა რომ ის უფრო მეტი იქნება მომავალში ვიდრე ჩვენ. ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფები რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ იქ მათი
დემოგრაფიული მაჩვენებლების შობადობის და სხვა მოკვდავებისაც ბევრად უკეთესია ვიდრე ჩვენი. აი მაგალითად მოკვდავებისა ორჯერ მაღალია საქართველოში მოკვდავება ვიდრე თქვა აზერბაიჯანის შემთხვევაში ორჯერ მაღალია. იმიტომ რომ იქ თელ მოსახლეობაში ბავშვები ჭარბობენ. აქ ბავშვები რა არის საქართველოში უფრო მაღალია სოკოვი ჯგუფი და იქ სადაც მეტია ალბათობა და ასე შემდეგ. შემდეგ ასევე არის შობადობაც და სხვა. და ეს უკვე გარკვეულ საფრთხეს ქმნის. საფრთხეს ქმნის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საფრთხეს ქმნის მთელ რეგიონში ჩვენთვის. როგორც იცით, თქვენ მე-19 საუკუნე და ადრესაც თბილისი იყო ცენტრი იყო მთელი ამიერკავკასიისა. ახლა მაგალითად რუსეთის შეერთებამდეც ასე იყო. ყაბარდოელი ერთი პროფესორი იყო და მე მაჩვენეთ გაკეთებული ჰქონდა ანდაზები და სხვა და იქაც კი როგორ არის იცით, ფულს დავაგროვებ და თბილისში წავალ. ჩრდილოკავკასიიდან ყაბარდოელი. ასეთი ანდაზებია და იქ ვიყიდიო და სხვადასხვა ესე ცენტრი იყო და თქვენ იცით ამის საკითხი მაინც ცენტრი იყო ყოველთვის თბილისი. მაგრამ როდესაც შენ უკვე მცირდები ძალიან და აღარ წარმოადგენ არაფერს დემოგრაფიული თვალსაზრისით უკვე შენი ავტორიტეტი ეცემა. როდესაც ახლა აი ამ გამარებაა ისტორიულად ჩვენ ყოველთვის მეტნი ვიყავით მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთსა და ასე შემდეგ. როცა ეს იყო რა ქვია გუბერნიები მაშინაც მეტნი ვიყავით. 1897 წელი ამდენით მეტი ვიყავით, შემდეგ იმდენით მეტი ვიყავით, მეტი და 1965 წელს გათანაბრდა საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსახლეობა და უკვე იმავე წელს გადააჭარბა 59,000 საქართველოს მოსახლეობას აზერბაიჯანის მოსახლეობას. ხოლო შემდეგ უკვე 2009 წელს ამ 40-45 წელიწადში რა მოხდა ესე რომ ნახოთ გაგიჟდებთ ისეთი მატება არის აზერბაიჯანში 4,012,000 მეტი აზერბაიჯანის საქართველოსი. და ბოლო 2 წელიწადში უკვე ეს ავიდა 6 მილიონამდე თითქმის. ბოლო ის კი რო გაიზარდა 2 წელიწადში სხვა. ხდებოდა ის რომ აი ამ კატაკლიზმებმა რომელიც 92 წლის შემდეგ ძირითადად იწყება ესა რა ქვია დემოგრაფიული კატაკლიზმები და 90-იან წლებში საერთოდ ის საქართველოში ყველაზე მეტად მძიმე მდგომარეობაში შეიქმნა ყველაზე დაზიანდა დემოგრაფიული თვალსაზრისით რუსეთის დაზიანდა უკრაინა მოლდავეთი ბალტიისპირეთი და შემდეგ მაგრამ ძალიან მოიმატა აზერბაიჯანმა მოიმატა უზბეკეთმა 7 მილიონით მოიმატა ამ პერიოდში მოიმატა თურქმენეთმა და სხვა ესე იგი იმ ერება სადაც არის ძირითადად მუსულმანური მაჰმადიანური სარწმუნოების ვინც აღიარებს და სხვა ამათ აქტიურად არ შეხებია დემოგრაფიული თვალსაზრისით ეს კატაკლიზმები ეკონომიკური, სოციალური და სხვადასხვა იქ იმატებენ და აი ასეთი არის. ამ შემთხვევაში უკვე როდესაც შენ უკვე მცირდები და სხვა უკვე იქით გადადის სოფლიო აი ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობს საქართველოს და საერთოდ კავკასია სადაც სოფლიოს დიდი ქვეყნების ესე იგი განვითარებული ქვეყნების ინტერესები ძალიან ბევრი და ერთმანეთს გადაკვეთავს და ამ შემთხვევაში უკვე თანთანობით მცირდება შენი ენის ხმარების არეალი ენა ვეღარ პოულობს ეს გამოყენებას მცირდება შენი ეროვნული ინტერესების დაცვა ისე მიმდინარედ აღარ შეგიძლია ეს მომავალში კიდევ მეტად იჩენს თავს რაც დამოუკიდებელი არის საქართველოს მოსახლეობისათვის. ეხლა ესენი მე თქვენ მინდა გითხრათ რომ რაც კი მემონტას მოიცემ და წყაროებია ყველაფერი აი დასელი ესე იგი წყაროები გვერდებიან ნაჩვენები ეს არ არის ჩემი ციფრები რაც თქვენი არავის ეს არის ოფიციალური მონაცემები რომელიც ქვეყნებიდან და აზერბაიჯანსა და ყველაფერი მოსაგული შემდეგ ის თუ შეიძლება ეს რეგიონი. აი ეხლა აქ არის იმერეთის რეგიონი. ნუნცების სოფლის მოსახლეობის ბუნებრივი მატება. ეხლა რა მინდა ვთქვა? საშინელ მდგომარეობაშია სოფელი. სოფელი არის უკვე დაღუპვის პირას. ესე იგი თუ სოფელში როგორ არის იცით მთელი მოსახლეობა ხო მაინც იმატებდა იქ რაღაც იყო რომელსაც სხვა. მაგრამ ამას იმატებს ქალაქის ხარჯზე. სოფელი მცირდება. მაგალითად ბოლო წლებში 40,000 შემცირდა სოფლის მოსახლეობა, ესე 40,000 მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. და მარტო იმერეთში შემცირდა 19,000, ესე იგი იმერეთში 19,000 მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. აქ მეყავს მოყვანილი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის როგორც ახლა უძახიან რაიონების თქვენ მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობის ბუნებრივი მატება. აი თქვენ ნახეთ 2006 წელი. ბაღდადში 157 კაცით მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა, ვანში 170 და მხოლოდ ერთადერთი არის საჩხერე, სადაც აი ამ სვეტში სულ მინუსებია, აქაც სულ მინუსებია, აქ მარტო ერთი ორია და რაღაც ესე ისეთ და ფაქტობრივად ყველა რა იმაში ყველა თითქმის ყველა წლის განმავლობაში და ყველა იმაში სულ კრებარი და ბოლო 4 წელიწადში აი 501 მეტი დაიბადა საჩხერეში ვიდრე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენგან აი ნახეთ ამ მეზობელ მაგალითად ჭიათურის რაიონში
846 კაცით მეტი გარდაიცვალა და დაიბადა. იქ არის მეზობელია. რაზე მეტყოდებს ესე მეტყოდებს იმაზე რომ ერთი ივანიშვილს აქვს და მაგრამ ჩვენ რა გვინდა რომ ჯერ ჩვენ კიდევ შეგვიძლია შობადობა გავზარდოთ. რადგანაც აქ ასეთი ესე იგი არის ხანიხა რომ ერთს მეტი რაც არ უნდა მიცე მეტი აღარ გაიზრდება მაგრამ ჩვენთან არის ამის რეზერვი რომ გაიზარდოს და გვიჩვენებს ესა. თუ კი ეკონომიკური პირობები, სოციალური გამოსვლები, ხა რა მოხდა საჩხერის მოხდა ის რომ ეკონომიკური პირობები, დასაქმება და დასაქმებას მოყვა ის რომ აშენდა სამათყოფო, აშენდა სკოლა, სადაც მაგარი ხელფასები იყო, როდესაც მაგარი ხელფასებია, ის ხელფასი იმას კი არ მიაქვს, ის ნაწილდება მთელ რაიონზე. იმან მექიმა ყველი უნდა იყიდოს, ეს ყველი იმან აწარმოა ეს ნაწილდება და მე გადასახადები ძალიან ბევრი თავის თავზე აიღო ნახევარი მაინც ბატონმა ბიზნესამ და აი რა მოგცა ჩვენ. ასე რო ყოფილიყო ასე სულ რომ ესე იგი მარტო 2010 წელს რამდენიც გაიზარდა საჩხერეში სოფლის მოსახლეობა ასე რომ გაზიარიყო მთელ საქართველოში 15000-ით მოიმატებდა საქართველოში სოფლის მოსახლეობა და არა 5000-ით ეგნებოდა ასე რა და ჩვენ მივადგეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყველაზე მნიშვნელოვან ცხრილს და საერთოდ დემოგრაფიულ იმაში ჩვენ დემოგრაფიულ საქართველოს დემოგრაფიულ ცხოვრებაში ბავშვებს ბადებენ გალები, ამიტომ ყველა დემოგრაფიული მონაცემი, რაც კი არსებობს დემოგრაფიული მონაცემები, გაიანგარიშება მხოლოდ ქალებს. მხოლოდ ქალებზე გაიანგარიშება. ეხლა აი როგორც 1960 და დავანებოთ ახლა ზემოთ. 1980-99 წლებში საქართველოში დაიბადა 455,000 თითქმის ხო? გოგონა. აქ რო შეგვედარებია ჩვენ ზუსტად გამოვაკეთეთ, ყოველთვის გამოკლებული არის აფხაზეთი და ოსეთი. იმიტომ რომ თუ აიღე მაშინდელი ისა, მაშინ გამოდის ბუნები მეტ დაიბადებოდა, მაგრამ ჩვენ შესაძლებლობის სოციობის მიზნით გამოვაკელით აფხაზეთით და ოსეთში დაბადებული გოგონები. ესე იგი დაიბადა იმ ტერიტორიის სადაც ახლა საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება 455,000 გოგონა. ხოლო ახლა ბოლო 10 წლებში დაიბადა 236,000, თითქმის მისი ნახევარი. ეხლა რა მინდა ვთქვა? ეხლა შობადობა რო არის საქართველოში ჯერ კიდევ რაც არის დავანებოთ თავი არის ის ოფიციალური მონაცემით რაც არის, ხო არის დიდი გაზეთი და სხვა აი ეს შობადობა რაც არის, ეს არის იმის შედეგად, რომ 10 წლის განმავლობაში 99 წლებში დაიბადა 455 გოგონა, რომლებიც ეხლა ხდებიან დედები. 99 წელში დაიბადა გოგონა, ეხლა არის 22 წლის, თუ 23 წლის არის. 90-ში 23 წლის არის, იქით არის 24 წლის და ასე შემდეგ ესე. და ყველაზე მეტი ბავშვი ქალი ბადებს ესე იგი მთელი დაბადებული ბავშვების 70%-მდე მოდის 20-29 წლებში. მეორე და მესამე ბავშვი რაც ერის კაი გამრავლება ექნება, აი ძალიან კაი გამრავლება ექნება, აქეთგან წამოვარდეთ ღონისძიებებს, მაშინ საქართველოს გაიზრდება 33,000 ბავშვით, მეორე ბავშვი. თუ მეორე ბავშვი, ახლა ზოგიერთი არ ჩენს მეორე ბავშვი და მესამე, ეს ძალიან ცოტა არის. თუ მეორე ბავშვი წარმოვარდეთ, ჩვენ მესამე გაჩნდეს, გაიზრდება 21,000. ესე იგი ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მეორე და მესამე ბავშვი და მე უნდა ვწხედო, კარგად იყავი კაცო, თუ შეგიძლია ყავდეს, არ გიშლი, მემარად, გამანებეთ თავი ერისთვის არის ასე. პირველ ბავშვს არ უნდა წარხალისება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება დემოგრაფიული პოლიტიკა, მას დიდი ქვეყნების დიდი ქვეყნების ვერ ატარებენ ამ იმას. ძალიან დიდ ხარჯს მოითხოვს და აი ეხლა რო გავიდოთ ჩვენ პირველ ბავშვს როგორც წესი იბადება სხვა, მაგრამ უნდა იყოს მე მეორე და მესამე ბავშვი და უნდა იყოს არა მარტო ის რომ საუნდაზღორო შობადობა რომ მეც უნდა მიხერო. თავარი ყურადღება უნდა გამახვილოთ ჩვენ მეორე და მესამე ბავშვი. ეხლა აი დავანებოთ ეხლა აი იმან მე მიუტან ეგ და არ ვიცი შეიძლება ჩემიდან მე ხა ისეთ კაცი არ ვარ ჩემიდან მომპარეს რაღაც მაგას არ მაგრამ ეხლა გატახტარზეო 5 თეთრი ვეჭი მე მაგ დაანგარიშე იქაც დაუწერი ბატონ ბატას ბუჭულაძეს დაანგარიშე მე ყველაფერი მარტო აი სიგარეტზე 5 თეთრი დავაწესოთ როგორ იმან ის არ დაზარალდეს რაბია მეწარმე რომ მეწევი მე მივცემ 5 თეთრს ედმეს კაცო ვიტო ერმა უნდა გადაარჩინოს ეს უნდა მომზადდეს პრესით, ტელევიზიით, და როცა აქ იქნება, იქ ბენზინზე იქნება თითო იქ იქნება 200-300 მილიონი ხდება. 100 მილიონი სახელმწიფო დაუმატოს, ჩვენ შეგვეძლება ყველაფერი უფასოდ გავაკეთოთ, ფუნდამენტალურად უფასოდ გავაკეთოთ და ყოველწლიურად მეორე და მესამე შვილებს დავეხმაროთ 200-300-400 ლარი. ყოველწლიურად. ეს იქნება ერის გადარჩენა და თუ არა და ჩემო ბატონო, ეხლა არ მინდა მეთქვა, მაგრამ აზერბაიჯანელები 109 ჯერ მეტია გამრავლე ბუნებრივი თუ შეგითხები რამეა თქვენი აზრით აი როგორც ბატონი ანზორ თოთაც დღეს საქართველოს თქვენი პირად შეხედვით ქართველი მთლიან შემადგენლობაში ქართველების წილი რამდენია ქართველი დღეს ეხლა ის ძალიან პატარა
ამასინათ პრეზიდენტი ბრძანდებოდა ლაგოდეხში და სამშობიარო გახსნა და იმ დღეს დაიბადა 10 ბავშვი. გეტყვით მაგაზე. მაგრამ გეტყვით ესე იგი დღესდღეობით ალბათ არის 80% ქართველი მთელ მოსახლეობაში. ადრე უფრო დაბალი იყო, მაგრამ რო წავიდა ძირითადად წავიდა კიდე სხვა ეროვნები. მაგრამ ეს უცბად შეიცვლება. ისე იზრდება აზერბაიჯანში, ეს უცბად შეიცვლება. ეხლა რაც შეეხება ლაგოდეხში რო ჩავიდა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ 10 ბავშვი დაბადებული იყო. ამას ვეთქვი ახლა. გამორიცხულია. მე გადავხედე მაშინათვე წინა წელს 2011 წელს 2010 წლის მონაცემები ყურეცავ. დაიბადა 714 ბავშვი ლაგოდეხის რაიონში. ესე იგი, საშუალოდ ლაგოდეხის რაიონში დღეში იბადება 2 ბავშვამდე, 1.9 2 ბავშვამდე. ამიტომ თუ მივიღებთ იმ ალბათობა დიდი უსტაღამოს ყველაფერს და რაღაცები არ შეიძლება გადახრა იყოს რომ ერთ დღეში დაიბადოს 1 2 3 4 5 6 მაგრამ 10 არ შეიძლება დაიბადოს. ეს გამორიცხული ამბავია. თქვენ პირადად როგორი მიგაჩნიათ როგორც ამის სპეციალისტს რომ არის დიდი სურვილი მე ამას ოფიციალურად გეუბნები მე გეტყვით რაც არობით რომ მარტყოფიდან უნდა საქართველოში ჩამოსვლა და მოქალაქეობის მიღება ეს შესაძლებელია მარტყოფი ფერეიდანის ქართველებს რომლებიც სულთან ჩვენზე უკეთესად კი ძალიან ეროვნული ხალხია უფრო მეტი თურქეთში ცხოვრობენ რამდენად მიგაჩნიათ ეს მისაღებად და შესაძლებელია თუ არა ესო გახორციელოს გეტყვით ახლა ესე მე ოფიციალური მონაცემებით არ ვიცი ბატონო შეიძლება დამეთანხმდეს ამაზე ოფიციალური მონაცემებით არც თურქეთში ცხოვრობს ბევრი და არც ირანში ოფიციალური მონაცემებით რა არის იცი ოფიციალური მონაცემებით სპარსეთში რომ გადაასახლეს თავჯოზე 200 და 300 მართლა იყო ბევრი და სხვადასხვა მე შეერია მოხდა ასიმილაცია იქ ჩვენ პროვინციები რომ ამოდო ფერეიდანი და ის რაღაცა ეს იყო ყველაზე უფრო ბოლომდე შემორჩა ეს ფრეიდანი და ეს არის სოფსოფრეიდ ბოლომდე დაანჩენი მიზანდარებული ძაკი ქალაქი იქ ჩევიდნენ შეერიან და სხვადასხვა სულ არის დაახლოებით ოფიციალური მონაცემებით არის 20-25000 ქართველი რაზა არა ბატონო ცხოვრობდი ეხლა მაგას ნუმეტყვი დუკაცი ერთი წუთით გეტყვით რა ის 20000 მე გეუბნები მიაკופლორი და მე გეუბნებით რა აღარ გაგინდოთ გულთუა შეხედეთ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და ნახავთ თუ 15000 მეტია არა ჩვენ ახლა საბჭოთა ემას ნუ მივუდგებით იცი რა ვკითხულობ ეხლა ხანდახან და აი მაშინ აყალდებული იყო კი ბატონო კაი ქონდა მაგრამ ეხლაც როამ და სხვადასხვა არის ჩიპაშვილი მუშაობდა ერთი ისტორიკოსი იყო ამ საკითხზე და მისი შრომებით და სხვადასხვა აი 25000-ია ის რომ ქართველებს მართლა ეხლა თქვენ რა გონიათ თურქეთში მართლა 2-3 მილიონი ცხოვრობს ქართველი არ დაეჯეროთ მაგე გაცნო არ დაეჯერ მეც ვიყავი თურქეთში იქ აყოფნები თურქეთში გადაჯიშებული თქვენის ნებართვით პირველ ყოვლისა ბატონ ამზობს მადლობა გადაუხადოთ არა მარტო დღევანდელი მოხსენებისათვის უზარმაზარი შრომისათვის რასაც წლების განმავლობაში ეწევა საქართველოში ამ სფეროში და ამ დარგში და თქვენის ნებართვით მინდა მაინც გადავხედოთ და ბატონი ანზორის კომენტარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აი რამდენიმე ციფრზე რომელიც აი ამ ორგანიზაციებიდან არის ამოსული სხვადასხვა მოკლე ცნობა ეს მარტო საქართველოს კი არ გაკეთდა ეს გაკეთდა მსოფლიოს 232-ვე ნუ ქვეყანა არ ქვია ქვეყანა არის 202 მაგრამ 232 ტერიტორიაზე ქვეყანაზე და იმ ტერიტორიაზე ვინც თავის თავს თვლის 200 საქართველოს აქ არის უბრალოდ ერთ-ერთი საქართველოს შესაძლოა ამოვიდეთ მასალები თორემ საქართველოს გამო არ გაკეთდა რა თქმა უნდა ეგ ანალიზი აი თუ შეიძლება პირველი ხა ძალიან საინტერესო ცხრილია ნახეთ რა ხდება მსოფლიოში გაურმაგება როგორ მიდის მოსახლეობის ის პანიკა რომელიც ატეხილია რომ სოფლიო უსაშუალოდ იზრდება უკვე საფუძველს მოკლებულია ნახეთ რა ხდებოდა პირველი გაურმაგება მოხდა 200 წელი დაჭირდა პირველ გაურმაგებას 80 წელი დაჭირდა მეორე გაურმაგებას მაგას დაჭირდა 100 წელი 2-დან 4-მდე უკვე 45 წელი დაჭირდა და 80-იანი წლები იყო პიკი აჩქარების მოსახლეობის ზრდის აჩქარების მათემატიკური ენით რო თქვა ეს ყველაზე დიდი ზრდა 80-იან მერე ეს მოსახლეობის სისწრაფე მატერიის სისწრაფე იკლო და უკვე ჩანს შემდგომ ცხრილებში 2000
12 წელს, ესე იგი 37 წელი გავიდა მართალია, მაგრამ ახლა მხოლოდ ბრჭყალებში 3 მილიარდით მოიმატა. თუმცა 8 მილიარდი ნახეთ როდის გახდება? უკვე გაორმაგება, წინა გაორმაგება იყო 45 წელი, შემდგომი გაორმაგება უკვე 50 წელია და გასთავარია ტენდენცია არის კლებადი უკვე. ეს რას ნიშნავს? 2050-60-იანი წლებისთვის პროგნოზი შეფასება იქნება 10 მილიარდი და 10 მილიარდს ეთყობა მოსახლეობა აღარ გადააჭარბებს სოფლიოში. იმიტომ რომ ამ დროს უკვე პლატოზე ვართ და დაიწყებს ნელ-ნელა კლებას. ეს რა თქმა უნდა პროგნოზია, უამრავი რამ შეიძლება მოხდეს 65 წლამდე და ასე შემდეგ, მაგრამ საპანიკო ეს ტენდენცია სოფლიოში არ არის. შემდეგი ცხრილი საქართველოში არის სრულიად საწინააღმდეგო ვითარება. ეს არის შეფასება, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის ანალიტიკური შეფასება ექსპერტების, სოფლიო დონის ექსპერტების. შემდეგ ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ესე იგი 50 წლიდან 90 წლამდე არის ძალიან საინტერესო სტატისტიკა საქართველოში. 40 წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიონი ადამიანით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა. და 90 ბატონო გაეროში მაშინ არ ვიყავდა ვინ ანგარიშობდა ჩვენზე საბჭოთა კავშირიდან გამომავალი ციფრი იყო რა დასაკვირველია მაგრამ გაერო იყენებს იმ ციფრებს სრული უფლებით რა თქმა უნდა და არც თუ უსაფუძვლოდ ეხლა 90 წლიდან რა ხდება შემდეგ ეს არის კლებაში მიაქციეთ ყურადღება პირველი 10 წლეული 715,000-ით დაიკლო მოსახლეობა. მეორე 10 წლეული კიდევ 526,000. ანუ ჯამში 1,241,000. ეხლა 4,219-მდე დავიდა 2000-ში და 2011-ში დაახლოებით იგივე მონაცემებია. ოფიციალური მონაცემებია სასაკვირველია. შემდეგი ეს არის შემცირება ყოფილა. რამდენი შემცირდა უშუალოდ ქართველი ეროვნების მოსახლეობა. რა თქმა უნდა ეს ისეთი თემა აქ ბატონ მაზურმა ბრძანა შოვინისტები და ნაციონალისტები არ ვართ, მაგრამ ბუნებრივია სრულიად ჩვენი ინტერესი და ჩვენი დამოკიდებულება ქართველი ერის დომინირებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის ჩვენს ქვეყანაში რა. აი ქართველი რამდენი იყო 99 წელს 70%. შემდეგი მონაცემები, ახლა დღეს უკვე ვართ 83, ხო? ან ზორ დაახლოებით. 83 იყო 2020-ში და ალბათ რამდენია 80-ში. შემდეგი ამ წლებში უმეტესად პოზიტიური პროცესები, დემოგრაფიული პროცესები პოზიტიური იყო ქართველების პოზიციიდან და უმეტესად იზრდებოდა საქართველოს მოსახლეობა ქართველების ხარჯზე. ან ესენი არ ვარ და იდეოლოგიურად მოწამული ქართველები იყვნენ. მართალი ხარ კი, შემდეგი. აი ახლა ეს ძალიან საინტერესო ციფრი, ამას მიაქციეთ ყურადღება. ესე ქართველების რაოდენობა 99 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა ზემოთ ჩანს 83%-ია, მაგრამ ციფრებში 126,000 ადამიანით შემცირდა ქართველების რაოდენობა 99-თან შედარებით. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ესე რომ ოფიციალურად რატოა ტყუილი? ანზორმას ბრძანა და ცნობილია ისედაც რომ 1,5 მილიონი გავიდა საქართველოსდან ამ წლებში მოსახლეობა. სულ ცოტა ნახევარი ხო ქართველები იყო, სულ ცოტა, რა თქმა უნდა მეტი იყო ქართველები, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ნახევარი იყო. ეს ნიშნავს რომ 780,000 ფაქტობრივად შემცირდა ქართველების რიცხოვნობა საქართველოში და არა ამ 126,000. რატო არის მომგებიანი ახლა ეს 126,000? ხო გესმით ძალიან კარგად. ეს არის საჭირო იმისათვის რომ იყოს შთაგონებული მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც რომ მეტი ხო ასაკურებელი შემდეგ აი დასკვნას საკეთებს ეს გაევრო რომ ძნელი დასაჯერებელია რომ ქართველების რიცხვი 126,000-ზე მეტი ადამიანით არ შემცირებულა. შემდეგ აი კომოთ მიაქციეთ ყურადღება. ძირითადი მოსახლეობა იზრდება დღევანდელი ეგ შეფასება ისევ არის, ასე ვთქვათ, არა ქართველების გაკეთებული და არა ოფიციალური, გინდა პარტიების, გინდა მოძრაობების, გინდა სახელმწიფოს მიერ გაკეთებული. მოსახლეობა იზრდება 100,000 ეროვნების
მოქალაქეები დასახლებულ რეგიონებში. ესე იგი, ЦРУ-ს მონაცემები ვებგვერდზე, ЦРУ-რა ჩვეულებრივი ორგანიზაცია საბოლოო ჯამში, ვინც ანალიტიკურ დასკვნებს დებს, თორე სხვა კი არაფერი. საქართველოს მოსახლეობა მატების ტემპის მიხედვით აღრიცხული 217 ადგილზეა მსოფლიოში. 212 ქვეყანაში. 232-ში. 217-ზე. და კლების ტემპით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა 179-ზე კლების ტემპით, ესე იგი, რამდენად სწრაფად იკლებს მოსახლეობა. ესე იგი, მსოფლიო მოსახლეობა 20 წლის განმავლობაში გაიზარდა 22%, საქართველოს იმავე დროს შემცირდა 23% დაახლოებით. მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო, ჩვენ ამ ტერიტორიიდან ვერცად ვერ წავალთ ჩვენ და ვერც თურქეთს გავუშვებთ აქედან, ვერც სომხეთს და ვერც აზერბაიჯანს. იქ მიდის პროცესები სომხეთში შედარებით ცოტა ჩვენი მაგვარის სხვა აზერბაიჯანში და თურქეთში ნახეთ რა პროცესები მიდის. თურქეთი, აზერბაიჯანი ვიწყეთ 2 მილიონი თითქმის გაიზარდა. რა პროცესები მიდის და ეს პროცესები არ დამთავრდება მარტო დიპლომატიური ურთიერთობებით და მარტო ასე ვთქვათ კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელებით, ეგეც ხომ ნათელია. შემდეგ ეს მეოთხე პოზიცია საინტერესო. საქართველოს პროცენტულად ყველაზე მეტი მოსახლეობა დაკარგა მაშინ, როცა სომხეთის მოსახლეობა 12%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთში ხო პანიკაა დახილი შემცირების გამო მოსახლეობის. იქ პროცესები გაცილებით რბილად მიდის ვიდრე საქართველოში. და როგორც ანზორმა ბრძანა, იქ დრო ჭირდება 180 მილიონის გაქრობას. ჭირდება 10 წლეულები. მაშინ როცა 3 მილიონის გაქრობას 5-6 წელი 10 წელი ყოველ შემთხვევაში. აი მეხუთეს მიაქციეთ ყურადღება. ერთადერთია რუსეთის გამოკლებით ქვეყანა, სადაც წლიური მატების ნაცვლად წლიურ კლებას განიცდის. რუსეთთან შედარებითაც კი, რუსეთსაც კი ვუსწრებთ. ასე რომ გაეროს საბოლოო ჯამში, მაგრამ შედეგ 50 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის სომხეთის მოსახლეობას რიცხოვნად თითქმის გაუთანაბრდება, თუმცა ეს პროცესები საკმაოდ უარყოფითია და არ არიან პალოპილები თვითონ სომხები. და დღეისთვის საქართველოს მოსახლეობა სომხეთისას 1 მილიონზე მეტით აღემატება. აზერბაიჯანელები თქვენ თუ ნახეთ იქ რო იყო ნელა მრავლდებოდა ძალიან მე-19 საუკუნეში. ძალიან ნელა. ყველაზე ცუდად 1869 წელს გამოვიდა საქართველოში, მაშინ იყო თბილისის გუბერნიის სტატისტიკის კომიტეტი იყო, გამოვიდა სპორნის ვერჯენია კავკაზე პირველი ტომი, 9 ტომი გამოვიდა სუპლეტომი და ეწერა იქ რომ აზერბაიჯანი ძალიან ნელა იზრდებოდა. რა იყო მიზეზი? მაშინ ვენახეს. მიზეზი მიუთითროთ რომ იმიტომ რომ იქვე წერია, იმიტომ იზრდება ნელა რომ ესენი 11-12 წლის ბავშვებს ათხოვებენო. როცა ნადრევასაში ხდება ისა, იმას ყოველთვის მეორადი უნდა ყოფილიყარი მე, შეიძლება ერთი ბავშვი გავუშვეს და ან თუ ერთი ბავშვი გავუშვა, მეორე მესამე აღარ უშვება. და როცა ეს უკვე მოწესრიგდა და აღარათხოვები 11-12-ზე და მივიდნენ 16-17-18, დარეგ უნდა უკვე წავიდა როგორც წავიდა იმასთან. ეხლა რაც შეეხება მსოფლიო მოსახლეობას. საერთოდ დღეს მსოფლიო მოსახლეობა 5 ძირითად პრობლემათა შორის, რაც მსოფლიოს აწუხებს, შედის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ეხლა რას ამბობენ, მაგალითად დასავლეთ ტელეპროგრამების არის ფაქტი 1, ის ამბობს რომ ყველაზე დიდი განძი საერთო მშვიდობისა და აყვავების საქმეში იქნებოდა მოსახლეობის სტაბილიზაცია, ხოლო შემდეგ მისი რაოდენობრივი შემცირება. ეხლა რას უკავშირდება? ეს უკავშირდება რომ ადამიანები რო იზრდება, უფრო მეც მოიხმარს რესურსებს, ვიდრე ბუნება შეუძლია ეს რესურსები აღადგინოს. ვერ ასწრებს ბუნება ადამიანის მიერ მოხმარებული საშუალებების ღირებული რესურსების აღდგენას.